მოგესალმებით. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას სამართლის სივრცე. დღეს ვსაუბრობთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე და მის როლზე ორგანიზაციულ ჭრილში. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კახაბერ გოშაძე. ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტი. კახაბერ, მოგესალმებით. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი დროისთვის და პოდკასტების სერიაში მონაწილეობისთვის. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხს და ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ორგანიზაციებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები. ზოგადად რო გითხრათ პირველ რიგში, რა არის პერსონალური მონაცემები და როგორ რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. გამარჯობა, მივესალმები აუდიტორიას. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. საკითხი ნამდვილად აქტუალური არის. მონაცემებზე შეიძლება უსასრულოდ საუბარი, ის რაობაზე, მნიშვნელობაზე, მაგრამ გამომდინარე ჩვენი დროის ფაქტორიდან ვეცდები რომ შეიძლება ისდაგორად ლაკონურად ჩამოვაყალიბო თვითონ ეს საკითხი და მნიშვნელობა რას მოიცავს პერსონალურ მონაცემები. ზოგადად პერსონალურ მონაცემი ეს ნებისმიერი მონაცემია, რომელიც შეიძლება ფიზიკურ პირთან იყოს შემხებლობაში მგაგებით რომ შეიძლება მას აიდენტიფიცირებდეს ან იძლეოდეს მისი ვინაობის დადგენის, ანუ იდენტიფიცირების შესაძლებლობას და პერსონალურ მონაცემი შეიძლება მარტო არ იყოს ის მონაცემი, რომელიც მაგალითად არის მაინც და მაინც უშუალოდ კავშირში ფიზიკური პირთან. შეიძლება იყოს მისი ფიზიკური მონაცემი, როგორც არის მაგალითად სიმაღლე და ასე შემდეგ, სხვადასხვა მონაცემები. შეიძლება იყოს მასთან გარკვეულ კონტექსტში კავშირი მონაცემი, რომელიც გარკვეულ გარემოებას უკავშირდება მასთან მიმართებით. რაც შეეხება მის მნიშვნელობას, რაც თქვენ გკითხეთ, ხო, მნიშვნელობა, არ ვიცი, ეს ალბათ პერსონალურ მონაცემის გარეშე შეუძლებელია ორგანიზაციების მუშაობა, რა თქმა უნდა, ხო, როგორც საჯარო ისე კერძო დაწესებულების შემთხვევაში. აქ განსაკუთრებით ასევე ხაზგასასმელია, რომ პერსონალურ მონაცემების ფლობა, მათი დამუშავება ზოგ შემთხვევაში არის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება, რასაც ორგანიზაციები გვერდსვერაულიან. ასევე ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით შეიძლება ითქვას კერძო დაწესებულებებისთვის, რომ მათ თავიანთი საქმიანობა მეტად ეფექტური, მეტად ასე ვთქვათ, ხარისხიანი გახადონ და მორგებული იყოს ასე ვთქვათ შემდგომ მათ განვითარებაზე, მონაცემთა ანალიტიკა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო არის საკითხი, ვინაიდან არაერთი ცვლილება შევიდა მოქმედ კანონმდებლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში და რამდენად დაახლოებულია იგი ევროპულ სტანდარტებთან და როგორი არის ამ მიმართულებით ჩვენი კანონმდებლობა. კი ბატონო, სწორად აღნიშნეთ, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა შეიძლება ითქვას, რომ რადიკალურად განახლდა და დადებითისკენ ყველაფერი. 2 წლის წინ სახელმწიფომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა ამ სფეროს განვითარებისთვის, ვინაიდან მიღებულ იქნა საერთოდ ახალი კანონი მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სწორედ იმ სტანდარტებს, რომელიც სტანდარტებიც არის მოწინავე და ძირითადად ეს სტანდარტები მომდინარეობს ევროპიდან, ეს ევროპული სტანდარტებია და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საქართველოს სახელმწიფომ შეუსაბამა ეს სტანდარტები მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებს, ვინაიდან ზოგადად მონაცემთა დაცვის სფერო ეს არის თვითონ ევროპული, ესე ვთქვათ, საწყისების მქონე და შესაბამისად მოწინავე არის მსოფლიოს მასშტაბით რომ ავიღოთ. ამიტომ ჩვენს ვცდილობთ რომ არ ჩამოვრჩეთ და ვიყოთ აი ამ სტანდარტებთან შესაბამისი. რაც შეეხება კანონს მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც 2023 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ეს კანონი თავის მხრივ არის გამოძახილი მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაციისა, რომელიც საზოგადოებაში უკვე კარგად არის ცნობილი როგორც GDPR-ი და ამ GDPR-ის დოკუმენტის საფუძველზე შესაბამისად სწორედ ეს კანონი იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, იმ დეტალებისა და იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ, ასე ვთქვათ, ეროვნულ ჭრილში კანონმდებლობის და სხვადასხვა ნიუანსურ ჭრილში გვაქვს. როდესაც ფიზიკურ პირს ეხება, ფიზიკური პირის პერსონალურ მონაცემებს ეხება საკითხი, ორგანიზაციებმა რა დოზით შეიძლება დაამუშავონ კონკრეტული პერსონალური მონაცემები და არის თუ არა საკანონმდებლო შეზღუდვა ამ მიმართულებით? კი ბატონო, ზოგადად პერსონალური მონაცემების დამუშავება არის ერთგვარი გარკვეული წესების მატარებელი. ჩვენ თუ ლაპარაკობთ მონაცემთა დაცვაზე, როგორც უფლებაზე, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი უფლება.
რომელშიც ჩარევაც ნებისმიერი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციის მხრიდან, ანუ ჩარევაში გულისხმობ დამუშავებას, მოპოვებას, ხო ეს ტერმინი ასე. რომელშიც ჩარევა მოითხოვს ერთგვარ კრიტერიუმებს დასაკმაყოფილებლად. აუცილებელია რომ გარკვეული არსებობდეს შესაბამისი მიზანი, რისთვისაც მონაცემის მოპოვება ხდება. მონაცემის მოპოვების მიზნის მიზანთან ერთად უნდა მოხდეს მისი მოპოვება, ასე ვთქვათ, დოზირებულად, თანაზომიერებას, რასაც ვეძახით. და ყველაფერი ეს უნდა იყოს ასევე თანხლებული სხვა ისეთი მოთხოვნებით, როგორიც არის გარკვეული ვადით მონაცემთა შენახვა და არა უსასრულოდ საუკუნეების განმავლობაში, ხო, ესე ვთქვათ. ახლა ჩაგიკითხებით, აი ვადა ახსენეთ თქვენ. მონაცემთა დამუშავებელმა რამდენი ხნის განმავლობაში უნდა დაამუშავოს, როდესაც უკვე მიზანი არ იქნება ამ მონაცემების დამუშავების, რა პერიოდის განმავლობაში უნდა შეინახოს კონკრეტული პერსონალური მონაცემი და თუ არის ეს კანონმდებლობით რეგულირებული. კი. მაგ ნაწილში შემიძლია გითხრათ, რომ მონაცემთა დაცვის კანონი ესე კონკრეტულად ვადას არ განსაზღვრავს და მას თავისი დანიშნულება და დატვირთვა გააჩნია. რატო არ განსაზღვრავს? იმიტომ რომ ყველა დაწესებულების მონაცემთა შენახვის ვადა არის შეიძლება ითქვას ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან. ზოგ შემთხვევაში მონაცემთა შენახვის ვადები დადგენილია კანონმდებლობით, ზოგ შემთხვევაში კანონითაც. ზოგ შემთხვევაში ორგანიზაციას უკვე უწევს თავად განსაზღვროს დამუშავების შედეგად მოპოვებული მონაცემის შენახვის ვადა. აი მაგალითად ზოგიერთი დოკუმენტი, ნორმატიული აქტი ითხოვს, რომ ვიდეო ჩანაწერები, რომელიც არის პირობითად წარმოებული ზოგადად საგამომცემლო დაწესებულებაში, უნდა იყოს შენახული მაგალითად არანაკლებ 30 დღით და ასე შემდეგ. ამიტომ კანონი ესე პირდაპირ ხისტად ვერ განსაზღვროს და ალბათ არც უნდა განსაზღვროს, იმიტომ რომ ყველა ორგანიზაციას ეუბნება რომ შენი მიზანი რაც არის, იმ ვადით განსაზღვრე შენი ვადა შენახვისა. თუ ეს მიზანი აღარ გაქვს, მაშინ უნდა წაშალო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ შეიძლება მაგალითად მე აღარ მჭირდებოდეს ეს დოკუმენტი ორგანიზაციას, მაგრამ მაგალითად მავალდებულებდეს რომელიმე ნორმატიული აქტი საგადასახადო კოდექსი, რომ ვინახავდე საგადახდო პირობითად მონაცემებს თუ არ ვწდები 3 წელია დადგენილი აი ამ ვადით. ასე რომ ეს არის ძალიან ესე ვთქვათ ინდივიდუალური პროცესი და ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ეს რაღაცა შაბლონურად უნდა იყოს ან სტანდარტიზებული. ანუ რომ შევაჯამოთ ამ მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტი უნდა გქონდეს ამ მიმართულებით ალბათ ორგანიზაცია, სადაც ის განსაზღვრავს, რომ ამ მიზნით კონკრეტული მონაცემები უნდა შეინახოს პირობითად 3 წლის ვადით ან 2 წლის ვადით. ძალიან კარგი ჩანართი იყო გიორგის სწორი ბრძანეთ, იმიტომ რომ პოლიტიკის დოკუმენტი ემსახურება არა მარტო იმას, რომ ასე ვთქვათ მე ორგანიზაციამ კარგად ჩამოვაყალიბო, რას რამდენი ხანი ვინახავ, რომ სახელმძღვანელო დოკუმენტი იყოს ჩემთვის, ხო? არამედ ეს ასევე ემსახურება იმ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს, რომელსაც ახალმა კანონმა გაუსვა ხაზი. ეს არის მონაცემების დამუშავება გამჭვირვალობის პარალელურად, ასე ვთქვათ, ხო, თანხლებით, აი ამ პრინციპის თანხლებით და ეს მოითხოვს, რომ ნებისმიერი შენი პროცესი, თუ გარკვეული გამონაკლისი არის, როგორც არის მაგალითად აი საგამოძიებო და მსგავსი შემთხვევები, სადაც იქ სხვა წესები მოქმედებს და სხვა რეჟიმია დამუშავებისა, რა თქმა უნდა, თუ გამონაკლისები და შეზღუდვის საფუძვლები არ არის, მონაცემთა დამუშავება გამჭვირვალედ უნდა აწარმოო. შენ პირველივე შეხებისთანავე სუბიექტთან უნდა გქონდეს გააზრებული, რომ როდესაც კი იმ მომენტში, პირველივე მომენტში, როცა იწყებ მოგროვებას მონაცემების, ამ მონაცემების მოგროვების თაობაზე ინფორმაცია უნდა მიაწოდო, რატომ აგროვებ, რა საფუძვლით აგროვებ, რა ვადით ინახავ, ოფიცერი ვინ ყავს მონაცემთა დაცვის და ასე შემდეგ. რა შემთხვევაში უნდა ყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი კომპანიას და აუცილებელი არის თუ არა პირობითად ამ პირის ყოლა ორგანიზაციაში, დაწესებულებებში? კარგი კითხვაა. ეს მართლაც აი ერთ-ერთი, ისე ვთქვათ, ძალიან დიდი საკვანძო სიახლეა, რაც ახალმა კანონმა შემოიღო, იმიტომ რომ ოფიცერი ეს არის პასუხისმგებელი პირი ორგანიზაციაში, რომელიც არის სწორედ ვალდებული აკონტროლოს და ერთგვარი მონიტორინგი გაუწიოს დამუშავების პროცესს. ოფიცერი ეს შეიძლება ითქვას, რომ ახალი, ისე ვთქვათ, სამუშაოც კი არის, პროფესია, მოდი ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ აქამდე ეს არ იყო. გარკვეულ დაწესებულებებს, რომლებიც მაგალითად ოპერირებდნენ ევროპის მასშტაბით, გამომდინარე იქიდან, რომ მათზე GDPR ვრცელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული კომპანიები არიან, მათ უკვე ყავდათ ოფიცრები, ასევე გარკვეულ სახელმწიფო ორგანოებსაც, მაგრამ მასიურად ეს ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა დაიწყო სწორედ აი ამ კანონის მიღების შემდეგ. თუმცა ერთი ისიც უნდა ითქვას, რომ
კანონის მიღება როცა მოხდა დაახლოებით 1 წლის შემდეგ უკვე შემოვიდა ეს ვალდებულება, რომ ოფიცერი ყავდეს დანიშნო განსაზღვრო სავალდებულოდ. რაც შეეხება რომელ ორგანოებს, რომელ დაწესებულებებს ჭირდება. კანონი მიდის ამ ნაწილში ორი მიმართულებით. პირველი ეს არის კანონი განსაზღვრავს სახელობითად რომელ დაწესებულებებს ევალებათ ოფიცრის ყოლა და მეორე კანონი განსაზღვრავს ზოგადად გვაროვნული ნიშნით შეიძლება ასე ითქვას დაწესებულებებს, რომლებიც მაგალითად მასშტაბურ სისტემურ მონიტორინგს ახორციელებენ ფიზიკური პირების ქცევის მაგალითად ან პერსონალ მონაცემების დიდ რაოდენობას ამუშავებენ, ხო? აი სახელობითად რომელ ორგანოებს ჩამოთვლის კანონი. ეს არის მაგალითად საბანკო დაწესებულებები, ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, ეს არის სამედიცინო დაწესებულებები, ხო? რაც შეეხება უკვე აი ამ დიდ მასშტაბურ მონიტორინგს, იქ მიმულია უკვე პროცენტულობაზე, მონაცემთა დამუშავების პროცენტულობა, თუ მაგალითად მოსახლეობის საყოველთაო აღწერის 3%-ს ამუშავებ, ან 1%-ს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, ხო? შესაბამისად, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შეიძლება იმ სიაში ჩამოთვლილი არ იყოს ორგანიზაცია, მაგრამ მეორე მხრივ ვალდებულება გქონდეს, როგორც არის მაგალითად აი კერძო სკოლების შემთხვევაში, რამდენადაც ისინი არასრულ წონებს ეხებიან, მათ მონიტორინგის, ასე ვთქვათ, პროცესი აქვთ ყოფა ქცევის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ კანონმდებლობით დისციპლინური ისიც შეიძლება დაეკისროს მოსწავლეს პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ისინიც შეიძლება და არიან კიდეც ვალდებულები, რომ სწორედ ეს ოფიცერი განსაზღვრონ ასე. სამედიცინო დაწესებულებები ახსენეთ კახაბერ და აქაც მნიშვნელოვანია, როგორც ვიცით, სამედიცინო დაწესებულებები განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ამუშავებენ. ამ შემთხვევაში, როცა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ეხება საკითხი, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ კანონი ხომ არ არის უფრო მკაცრი, ვიდრე სხვა დაწესებულებების მიმართ. და ამ მონაცემთა დამუშავება უფრო ალბათ სენსიტიურია, ვიდრე სხვა კატეგორიის მონაცემების დამუშავება. კი, ჩვენ თუ ლაპარაკობთ სამედიცინო დაწესებულებებზე, პირველი უნდა ითქვას ის, რომ მათი საქმიანობა, რა თქმა უნდა, რეგულირებული არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით. თუმცა მეორე მხრივ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მონაცემთა დაცვის კანონი გზას უხსნის სამედიცინო დაწესებულებებს და კომპანიას, რომ საცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, აღმატებულის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი არ შეეშალოს პერსონალური მონაცემების დამუშავებას სამედიცინო დაწესებულების მიერ. უბრალოდ აქაც ის ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ რა საფუძვლითაც არ უნდა ხდებოდეს მონაცემთა დამუშავება, მაინც ის უნდა ექვემდებარებოდეს აი იმ თანაზომიერების, იმ პროპორციის, იმ მიზნობრიობის წესებს და თუნდაც კანონმდებლობით ან კანონით ან თუნდაც ორგანული კანონით მაღალი ხარისხის მქონე კანონით იყოს დამუშავება განსაზღვრული, მნიშვნელოვანია რომ სუბიექტის ინფორმირება და ეს გამჭველობის პრინციპი ყოველთვის იყოს დაცული. Როგორი წესით უნდა იყოს ინფორმირებული ფიზიკური პირი, ვისი მონაცემებით მუშავდება მონაცემთა დამმუშავებლის მიერ. ანუ ეს უნდა იყოს ზეპირსიტყვიერი წერილობითი ფორმით უნდა იყოს, ანუ როგორ რეგულირდება ეს მოქმედი კანონმდებლობით. ინფორმირება უნდა იყოს ამომწყურავი, მოდი ასე ვიტყოდი, ზოგადად. რაც შეეხება ამ თვითონ დოზირებას ინფორმირებისა, ხარისხს ინფორმირებისა, ხო? შემიძლია გითხრათ, რომ ინფორმირება უნდა გაუწიო და ეს ანგარიშვალდებულება სუბიექტის წინაშე უნდა დაიცვა იმ დონეზე, რა დონეზეც შენ გაქვს დამუშავების პროცესი. თუ კომპლექსურია დამუშავების პროცესი, უნდა შეეცადო ყველა ის დეტალი, რომელიც ეხება მას, ან შეიძლება შეეხოს, ან რომელიმე სხვა ორგანიზაციაში გადაგზავნოს ინფორმაცია, ეს ყველაფერი უნდა გქონდეს წინასწარ შენთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ დამუშავების, ანუ ორგანიზაციას გულისხმობ დამუშავების მიზანი აქვს განსაზღვრული და ამ მიზნიდან გამომდინარე უნდა ეცადოს, რომ მასთანაც ეს ანგარიშვალდებულება, თქო, პასუხისმგებლობა დაიცვას. რაც შეეხება თვითონ ინფორმირებას ჩვენი კანონი თხოვს საკმაოდ დეტალიზებულად. ამიტომ გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციას მტკიცების ტვირთი აქვს და არ გაუჭირდეს ეს, რომ რამდვილად განახორციელოს სუბიექტის ინფორმირება, ასე ვთქვათ, ხო? როგორც წესი, ეს არის წერილობითი ფორმით მიზანშეწონილი, რომ განხორციელდეს სუბიექტის ინფორმირება. და ხო, ეს შემიძლია გითხრათ, რომ თავარი არის კარგად მიაწოდო და ერთი მნიშვნელოვანი დეტალია მანდ, ყოველთვის ესე ვფიქრობ, რომ ყოველთვის არის ორ მხარეს შორის ურთიერთობის დროს ორგანიზაცია და სუბიექტი ძლიერი მხარეს სუბიექტი, იმიტომ რომ მას აქვს გამოცდილება, მას აქვს ცოდნა, სპეციფიკა იცის თავისი, ასე რომ
ორგანიზაციამ ინფორმირების დროს არ უნდა გააკეთოს ისე რომ ეს ინფორმირება მხოლოდ ვალდებულების შესრულებად განსაზღვროს. ხო, მთავარია რომ ადამიანურ ჭყალებში, არა იურიდიულ ადამიანურ ენაზე აუხსნას ეს ყველაფერი მისთვის გასაგები ფორმით, რომ ყველა იურისტი არ არის, ყველა მონაცემ დაცველი არ არის და ყველასთვის რომ იყოს ეს გასაგები და არა ტექნიკური რაღაცა ნიუანსური დეტალებით და ტერმინებით იყოს გაჟღენთილი ესა თუ ის ტექსტი. ფიზიკურ პირს იმ შემთხვევაში თუ თავისი თანხმობით მიაწვდის კონკრეტულ ორგანიზაციას თავის პერსონალურ მონაცემებს, აქვს თუ არა მას უფლება უარი განაცხადოს, რომ ამ კონკრეტულმა ორგანიზაციამ დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემი. ანუ გამოთხოვის საშუალება თუ აქვს ფიზიკურ პირს, რომ აღარ დაამუშავოს ინფორმაცია. კი, კარგი კითხვაა და ეს კითხვა აუცილებლად მინდა დავაკავშირო იმ გამოწვევას, რომელიც რეალურად მიუხედავად იმისა, რომ მონაცემდაცვის კანონმდებლობა ჩვენთან 10 წელზე მეტია რაც არსებობს, ხო, ძველ კანონიდან თუ დავიწყებთ ანგარიშს, ასე ვთქვათ, ხო, მაინც არსებობს და რა არის ეს? თუ მონაცემთა დამუშავება თანხმობით ხდება, თანხმობას აქვს თავისი სპეციფიკური ნიუანსი. ეს ნიუანსი რომ ნებისმიერ დროს უნდა შეეძლო სუბიექტს უკან გამოითხოვოს ეს თანხმობა. რატომ? იმიტომ რომ თანხმობის ერთ-ერთი ელემენტია რა, ნებაყოფლობითობა და როგორი ნებითაც მე გავცე, იმავე წარმატებითაც უნდა შემეძლოს მისი უკან გამოხმობა. სამწუხაროდ ჩვენთან დამკვიდრდა ასეთი რაღაც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მონაცემები მუშავდება არა სუბიექტის თანხმობით, არამედ აუცილებელია რომ დამუშავდეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში სუბიექტი ვერ მიიღებს იმ სერვისს, რაც მას სჭირდება, ორგანიზაცია მას უწოდებს თანხმობის დოკუმენტს და ტექსტში უწევს, რომ ამ ხელმოწერით პირობითად თანხმობას აცხადებთ, რომ მონაცემი დამუშავდეს. აი მე გეკითხებით თქვენ, მაგალითად საბანკო სესხის აღება მინდა მე და განცხადება შევასე. ხო. მე ხო არ მაქვს იქ უფლება ავირჩიო რა მონაცემს გავუზიარებ ბანკს და რას არა. ასე რომ ჩემი თანხმობით ეს მონაცემი დამუშავებული ვერ გამოდის. ეს გამოდის იმ სერვისისთვის რეალურად რაც მე მჭირდება. და როცა ჩვენ უკვე სერვისზე ვსაუბრობთ და თანხმობას გვერდზე გავწევთ, მაშინ უკვე სხვადასხვა ბევრი ძალიან უფრო ხელსაყრელი და ხელჩასაჭიდი საფუძვლები აქვს ორგანიზაციას, რომ ეს ყველაფერი არა თანხმობით გააკეთოს, არამედ მისი აღმატებული ინტერესიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის მიზნით და ასე შემდეგ. ასე რომ თანხმობა ერთ-ერთი ყველაზე, როგორ თქვა, სუსტი საფუძველია დამუშავებისთვის და ალბათ ყველაზე ეს თქვათ პირველი რაც მახსენდება, ხა თანხმობა სად შეიძლება იყოს გამოსადეგი, ეს არის მაგალითად თუ მე მინდა რომ ჩემი დაბადების დღის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციაში იცოდეს თანამშრომლებმა, ყველამ ან რამდენიმემ. თუ მე მინდა მივიღო მარკეტინგული ხასიათის SMS-ზე შეტყობინება, იმიტომ რომ ახალმა კანონმა მხოლოდ ამ თანხმობას დაუკავშირა ამგვარი შეტყობინების მიღება. ანუ ეს არის ლიმიტირებული, თუმცა სუბიექტის ხელში, როცა ეს რეალური თანხმობა არის, ეს ძლიერი ბერკეტი, როცა უნდა დაეთანხმება, მეორე დღეს თუ უნდა გამოიხმობს ისევ თანხმობას. ასევე მნიშვნელოვანია ძალიან გააქტიურდა ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებული საკითხები, სოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ფეხი მოიკიდა მიმართულებით პერსონალურ მონაცემების დამუშავებამ და აქ როგორი არის რეგულაცია, რა უნდა გაითვალისწინოს ამ შემთხვევაში პირმა მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით და როგორია რეგულაცია და არსებული პრაქტიკა. სწორი აღნიშნეთ, ნამდვილად ხელოვნური ინტელექტი კარგი რამ არის, სუმცირე იმიტომ რომ ადამიანს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს გარკვეული საკითხების დამუშავებისთვის, თუმცა თუ ჩვენ ვსაუბრობთ აქ მონაცემის დამუშავებაზე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ჩვენ არ უნდა გავაწევს, რომ ვეხებით ისევ დამუშავებას. და რამდენადაც დამუშავებას ვეხებით, ის პრინციპები, რაც არის, მაგალითად, პროპორციულობის, მიზნობრიობის, სუბიექტის მონაცემის გარკვეული საფუძვლით დამუშავების და ასე შემდეგ წესები, ხო, ეს მაინც ძალაშია. უბრალოდ აქ საუბარია რაზე, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არ ჩაანაცვლოს ადამიანის სრულად. აი მაგალითად, კანონმდებლობით ჩვენი მონაცემდაცვის შესახებ კანონი ადგენს შესაძლებლობას, რომ ავტომატიზებული დამუშავების დროს სუბიექტს გარკვეულ შემთხვევებში მაინც ჰქონდეს უფლება, რომ მოითხოვოს ადამიანური რესურსის ჩართვა პროცესში. რათა აი ამ მანქანურმა პროცესმა და მანქანამ აი ხელოვნურმა ინტელექტმა არ მიიღოს ისეთი გარკვეული გადაწყვეტილებების სუბიექტის თაობაზე, რაც შეიძლება გახდეს, ასე ვთქვათ, მისთვის გარკვეული ხელშესახების შედეგების მომტანა. შეიძლება იყოს სამართლებრივი შედეგი, შეიძლება იყოს ფინანსური შედეგი, ეკონომიკური შედეგი, ასე რომ ამ ნაწილში როგორც ევროპული კანონმდებლობა, რომელიც ვახსენე, ასევე ჩვენი კანონიც
იცავს, ასე ვთქვათ, უჩენს ბერკეტებს მონაცემთა სუბიექტს, რომ ამგვარი დამუშავება, ასე ვთქვათ, შესაძლებელი იყოს ადამიანურ რესურსის ჩარევით. იმიტომ რომ ჩვენ თუ საუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე პროფილირებაზე, პროფილირება უკვე ისეთი პროცესია, სადაც გადაწყვეტილებები, ანუ შეგროვება, ანალიზი, შედეგების დადება და ამ შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება მთლიანად ალგორითმული პროცესი არის. ეს არ არის რაღაცა ადამიანური კის დააჭირე, არას დააჭირე, ეს არის გამოთვლითი პროცესი მთლიანობაში. ამიტომ ამ გამოთვლითი პროცესის დროს უნდა არსებობდეს დამცავი ბერკეტები, რომ ამ ხელოვნურ ინტელექტმა რეალურად შეცდომები შეიძლება ხანდახან დაუშვას და ამ შეცდომებს რომ არ მოყვეს სუბიექტისთვის გარკვეული ნეგატიური და არასასრული შედეგი. კახაბერი, იცით რა მაინტერესებს, როდესაც საუბრობთ რომ ახალია ეს საკითხი საზოგადოებაში შედარებით ახალია, ხომ არ არის საჭიროება საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის და მორგების ამ მიმართულებით. ანუ ფარავს არსებული კანონმდებლობა იმ საკითხებს, რაც უნდა დარეგულირდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით. კარგი კითხვა. სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო რაღაც მინდა გითხრათ, რომ მონაცემთა დაცვის კანონი არის ნეიტრალური ტექნოლოგიების მიმართ. ის ეხება როგორც მაგალითად ძალიან ელემენტარული ტიპის დამუშავებას და ის ეხება ძალიან კომპლექსურ დამუშავებასაც. მათ შორის უსაფრთხოებაზე, როცა საუბრობს მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, იქ არ ადგენს რომელიმე კონკრეტულ სტანდარტს, რომ მაგალითად ISO სტანდარტი დაიცავი, ის სტანდარტი ან ასე შემდეგ. ის ადგენს, რომ შეაფასე თავად შენი დამუშავების კომპლექსურობა და ამ კომპლექსურობიდან გამომდინარე მიიღე გადაწყვეტილება როგორ უსაფრთხოების ბერკეტებს ჩააშენებ. მათ შორის შეიძლება ეს გულისხმობდეს ხელოვნური ინტელექტის დამუშავებას. ახალი კანონი კიდევ უფრო შორს წავიდა და გართულებული, ასე ვთქვათ, რისკის შემცველი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, დამუშავების პროცესებისთვის მან შეიმუშავა ვალდებულება, რომ დამუშავების დაწყებამდე ორგანიზაციამ აწარმოოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება. ანუ წინასწარ შეაფასოს მოსალოდნელი რისკები, არსებული რესურსით თუ შეძლებს ამ რისკების პრევენციას და შემდეგ უკვე განახორციელოს დამუშავების პროცესი. ასე რომ ჩვენი კანონმდებლობა თუ მას კარგად წავიკითხავთ და ასე ვთქვათ, გულმოდგინედ ვეცდებით, რომ გავავრცელოთ ხელოვნურ ინტელექტს და ამ ალგორითმულ ხელოვნურ პროცესზე, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ეფექტურიც გამოდგეს ჩვენი პროცესისთვის. კახაბერ, იმ შემთხვევაში თუ პირი მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა და ამაზე არ რეაგირებს თვითონ მონაცემთა დამუშავებელი, რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში თვითონ ფიზიკური პირი? ხო, მონაცემთა სუბიექტს სხვათა შორის ძალიან მრავალფეროვანი უფლებები აქვს, ხო? რამდენიმე სცენარი შეიძლება განავითაროთ ამ შემთხვევაში. პირველი ეს არის, რაც თქვენ ახსენეთ, დამუშავებისთვის პასუხისმგებლ პირთან მისვლა და გასაჩივრება ამ საკითხს. ანუ მისვლას პირობითად ვიძახენ, მასთან დაფიქსირება თავად ორგანიზაციაში, თუმცა შეიძლება შედეგის მომტანი არ იყოს. ასე რომ დანარჩენი ორი გზა, რაც სუბიექტს რჩება, ეს არის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო სამსახურში საჩივრის წარდგენა, ან მესამე ვარიანტი ეს არის სასამართლოსთვის მიმართვა. რაც შეეხება თვითონ უფლებას, რა უფლებები აქვს მონაცემთა სუბიექტს თავის მონაცემებთან მიმართებით, ეს შეიძლება დავყოთ რამდენიმე კატეგორიად. ეს არის მაგალითად უფლებები, რომელიც წვდომას უკავშირდება საკუთარი მონაცემების და წვდომაში ჩვენ ვაერთიანებთ ინფორმაციაზე წვდომას როგორც პროცესის შესახებ, როგორც ცირკულირებს ჩემი მონაცემი თქვენ ორგანიზაციაში მაგალითად, ან მეორე ასლი მივიღო ჩემი მონაცემების, ანუ იმ მონაცემების, რაც დაცულია ორგანიზაციაში. შემდეგი ბლოკი შეიძლება ასე გამოვყოთ, ეს არის უკვე მოდიფიცირების უფლება, როცა მე შემიძლია მოვითხოვ მონაცემის დამატება, ჩანაცვლება, რაღაც შეცვლა, განახლება, ხო? ასევე ეს არის წაშლისა და განადგურების უფლებები, რასაც შედარებით ხატოვნად ესე ვეძახით ამ სფეროში, ეს არის უფლება იყო დავიწყებული და სხვათა შორის ეს უფლება იყო დავიწყებული ძალიან ძველი ფრაზა არის, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან ჩნდება ეს იურიდიულ სივრცეში ეს ფრაზა. და უკვე მეოთხე ბლოკი, რაც მე ვახსენე, ეს არის გასაჩივრების უფლება. ამიტომ მონაცემთა დაცვის კანონი საკმაოდ ბევრ ბერკეტს აძლევს სუბიექტს. თავადია პასუხისმგებლობიანი აღმოჩნდეს თავად პასუხისმგებელი პირი დამუშავებისთვის, იმიტომ რომ ეს ტერმინი შემთხვევითი არ არის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი. ხავს უსვამს სწორედ იმ ვალდებულებას, რომ ის არის ნომერ პირველი მზრუნველი აი ამ სუბიექტის მონაცემების კანონიერ დამუშავებაზე.
დიახ, ასევე საინტერესოა, როდესაც კომპანია თანამშრომლობს ეგრეთ წოდებულ outsource კომპანიებთან და მათ მიეწოდებათ მონაცემები, ამ შემთხვევაში რა ვალდებულებები გააჩნიათ ამ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ვინ არის ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი მონაცემთა დამუშავებაზე? კი, აი ზუსტად ეგ საკითხია. ჩვენ საუბრობთ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირზე. რაც შეეხება უკვე აუთსორსულ პროცესს, აი სწორედ პასუხისმგებელი პირი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ნებისმიერი სხვა, როგორც ფიზიკური, ისე სხვა ორგანიზაცია, იურიდიული პირი, რომელსაც გადასცემს ეს პასუხისმგებელი პირი გარკვეული თავისი მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავების ნაწილში და მიზნით, ვალდებული არის, რომ აკონტროლოს ეს პირი. ანუ აუთსორსზე, გარე წყაროზე, მოდი ასე ვთქვათ, ვისაც აიყვანს და ჩართავს სახელმწიფო ურთიერთობის ფარგლებში. თუმცა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი პროცესში შეიძლება ჩართული იყოს კანონის საფუძველზეც და ასევე, როგორც გითხარით, ხელშეკრულების საფუძველზე. დამუშავების აი ამ პროცესში, სადაც ეს ორივე პირია ჩართული, აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მიზანს დამუშავებისა განსაზღვრავს ყოველთვის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი. შესაბამისად, ლოგიკურად დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს თავისი დამუშავების დამოუკიდებელი მიზანი არ გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არის იმ მითითებების და დავალებების შემსრულებელი, რაცაც მას განუსაზღვრავს პასუხისმგებელი პირი. და პლუს ამას, ხელშეკრულება, რომელიც ამ ორ მხარეს ფორმდება, უნდა იყოს არა მარტო სტანდარტული მომსახურების ხელშეკრულება, არამედ ამასთან უნდა ერთოდეს შეთანხმება დამუშავების თაობაზე, სადაც უნდა გაწერილი იყოს თითოეული ნაბიჯი, ასე ვთქვათ, და უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც აი ამ უფლებამოსილმა პირმა უნდა დაიცვას და პლუს მაგას მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებელ პირს უნდა ქონდეს პროცესის მონიტორინგის უფლებამოსილ პირთან მიმართებაში. გასაგები. და ბოლოსკენ რეკომენდაციის სახით რას ურჩევთ ჩვენს მაყურებელს, როდესაც ეხება საკითხი პერსონალურ მონაცემთა დაცვას? რეკომენდაციები ბევრი შეიძლება ჩამოვთვალო, მაგრამ მოდი ეს თქო ორი მიმართულებით წავალ. ერთი რა შეიძლება ურჩიო ზოგადად მონაცემთა სუბიექტს და მეორე რა შეიძლება ორგანიზაციებს. სუბიექტებთან მიმართებით ერთი მინდა ხაზი გაუსვა და ასე ვთქვათ ეს ამ კანონის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ წამოვწიო, იმიტომ რომ ეს კანონი რეალურად იძლევა საშუალებებს, რომ სუბიექტს მიეცეს ბერკეტები საკუთარი მონაცემის დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მართვის და ასე შემდეგ. ამიტომ მეტად მომთხოვნები ალბათ, მოდი ასე ვიტყოდი, მეტად მომთხოვნი რო იყოს სუბიექტი საკუთარი მონაცემის დამუშავების თაობაზე, ალბათ ეს იქნება რეკომენდაცია, უფრო დაინტერესებული, უფრო ასე ვთქვათ, ჩართული რო იყოს თავისივე მონაცემია, ხო, ბოლოს და ბოლოს. რაც შეეხება მეორე ორგანიზაციას, რა შეიძლება რეკომენდაცია მიეცეს. აი, ამ ახალმა კანონმა განსაკუთრებით იმდენი ვალდებულება შემოიტანა დაწესებულებებისთვის, რომ ორგანიზაციებმა თუ ამათი დანერგვა კარგად და ასე ვთქვათ, სამაგალითოდ დაიწყეს, ძალიან ჩვეულებრივად ეს შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ასე ვთქვათ, უპირატესობის იმიჯის გამყარების და წარმოჩენის ასე ვთქვათ კომპონენტად. ანუ ორგანიზაცია თუ ამ კანონს ზედმიწევნით ძალიან კარგად ასე ვთქვათ და პირნათლად ასრულებს, ეს არის დიდი უპირატესობა, რასაც სხვათა შორის კომპანიები საზღვარგარეთ ამით თავს იწონებენ, რომ მე მაქვს კარგი privacy, მე შენთან ჩემი მონაცემი კარგად არის დაცული, ანალოგიურად აქაც. იმიტომ რომ ამ კანონის დაცვას სჭირდება გარკვეული საკმაოდ ასე ვთქვათ რესურსი, საკმაოდ ფიქრი, ანალიზი და ძალიან ჩვეულებრივად ეს შეიძლება იყოს გამოყენებული უპირატესობად, რომ შენ ჩემთან თუ მოხვალ, ჩემი კლიენტი პირობითად თუ იქნები, შენ ჩემთან იქნები დაცული და ასე ვთქვათ რეპუტაციულად ძალიან აიმაღლოს მომხმარებლის თვალში საკუთარი იმიჯი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა კახაბერ სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. დროიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც უსასრულოდ, თუმცა დროიდან გამომდინარე ეს შეზღუდულია. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დღეს საუბრობდით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე და მნიშვნელობას ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას და ასევე მომავალში შემოგთავაზებთ მეტად აქტუალურ საკითხებზე საუბრებს, რომელიც აუდიტორიისთვის იქნება ძალიან საინტერესო. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.